გვიწევს არჩევანის გაკეთება ძლიერ კონკურენტებს შორის. რაც უდაოდ საიმედო. მათ არაერთი წელი აკავშირებს პროკურატურასთან, მრავალგზის დაუმტკიცებიათ პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. საარჩევნო კონკურენცია მათ შორის, რა თქმა უნდა, პირობითია და ძალთა თანაფარდობაც თანაბარი. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის არჩევანი იქნება სწორი და სასარგებლო საპროკურორო საბჭოს და ჩვენი საერთო მომავლისთვის. კიდევ ერთხელ ამ დარბაზში სამსახურებში მყოფ თანამშრომლებს გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და მადლობას მოგახსენებთ თანაბრობისთვის. საპროკურორო საბჭოს ახალი წევრის არჩევის მიზნით გენერალურმა პროკურორმა გამოაცხადა პროკურორთა კონფერენცია. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი იქნა 3 კანდიდატი და დღევანდელი არჩევნების შედეგად გამარჯვებული იქნა გიორგი ლანჩავა. გიორგი ლანჩავა მრავალი წელია პროკურატურის სისტემაში მუშაობს და მათ შორის არაერთი წელია, რაც მენეჯერულ პოზიციას იკავებს, აქედან გამომდინარე იგი საკმაოდ გამოცდილი და კომპეტენტური კადრი გახლავთ. მე მინდა საპროკურორო საბჭოს ყოფილ წევრს თეიმურაზ ლომთაძეს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვო ბატონ გიორგი ლანჩავას საპროკურორო საქმიანობაში. გაიმართა საპროკურორო საბჭოს არჩევნები. საპროკურორო საბჭოს როლი უმნიშვნელოვანესია პროკურატურის განვითარებისათვის. მინდა მადლობა უთხრა ყველა პროკურორსა და გამომძიებელს გამოცხადებული ნდობისათვის და მაქსიმალურად შევეცდები ყველა მათგანის ინტერესი გათვალისწინებული იქნეს საპროკურორო საბჭოს საქმიანობის პროცესში.